მოვედი ახლა გავჩერდი სვეტაფორზე და აი არ გამოვიდა მას რაღაცა უნდა მივცე მეცი. აბა რა წარმოდგენა გვაქვს 5 წუთში. ასაკეთებს. წითლა ეთყობა იცის წითელი რამდენ ხანში უნდა გათავდეს, მაგრამ რაღაც არ გამოუვიდა კარგად. მე კიდე მოვამზადე $1-იანს ვაჩუქე. მოდი შევვიდრო. მოდი. Thank you, sir. God bless you, man. Thank you. Los Angeles-ის მიდამოებში. ასეთი რაღაცები ევროპაშიც მინახია ხოლმე. აქაც წავად. აი რახან ვიდეო ჩავრთეთ ასე მოულოდნელად, ცოტა გავაგრძელოთ ჩვენი ამბები. ეხლა მივდივართ ტვირთის ასაღებად. რა ვიცი, იქნებ რაღაცა საინტერესოს გადავეყაროთ ჩვენ ხო ყველაფერს ნატურაში და ბუნებაში ბუნებრივად ვიღებთ. In 1,000 feet, merge onto California 170 North. ეხლა მეგობრებო ვიმყოფები ჰოლივუდის მიდამოებში, მაგრამ ისეთ ადგილებში დავდივარ, იქ წარწერა ვერ ვნახეთ ახლოს რა. საწარმოოებებში მივდივარ და რავი შეიძლება გადავეყაროთ კიდევაც და ტრადიციულად ფოტო გადავიხოთ ის თაზე რო არის ჰოლივუდი ხო აწერია. მაგრამ რაღაც ცოტა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ უფრო საწყობებში მივდივარ და ჩრდილოეთ ჰოლივუდს ამ დასახლებას გვეშ North Hollywood. მაგრამ მეც ცოტა სახსაბსახ Continue on California 170 North for 2 miles. We found a faster route via California 170 North, which saves 3 minutes. If you prefer to stay on the current route, tap no thanks. Exit 154 on the right to გამავისყრა მეგობრებო, ყველას გამარჯობა, ბედნიერება, სიხარული და უთვალი იყო ჩვენთან და იქნებ რაღაცა საინტერესო წავაწყდეთ, არა? მიტყვიან ვიდეო შევავსოთ, ვიდეო. თვითი უნდა ავიღოთ და წავიდეთ მინესოტაში, ჩრდილოეთში. ისეთი კაი ამინდია და აი რაღაცნაირად აი ისი არ მინდა ჩრდილოეთში წასვლა, მაგრამ რა სიზავს სამსახურია. რო შეეჩვევი, ხო იცი, კაი ცხოვრება და მე დისკომფორტი რო გაქვს, აი ესეთი მომენტია რა. და ჯერ ფსიქოლოგიურად ვერ მოვემზადე ცივი ამინდებისთვის. ტექნიკის მოყვარულთათვის ასეთი პატარა ვიდეო გვექნება 100%-იანი. მოხედავთ მანქანა როგორ ქანაობს. რულმა დაიწყო თამაში რა. ეხლა აქ არა, ალბათ გზაში მე ვფიქრობ, რომ კაი საბურავები მაქვს, მაგრამ ეთქვა რაღაცა დაიბრიცა და აქ ეხლა ვერა, მაგრამ გზაში გამოსვლი და წეღანას ვისა ტექნიკა აინტერესებს. In a quarter mile, use the right lane to stay on California 170. on the right to Osborne Street, then take the first right. აქამდე კი ჩვენი ამბები გავაკეთოთ თვითი ავიღოთ. Use the right lane to stay on California 170 North, then take exit 11A. Take exit 11A. In 1,000 feet, use the left lane to turn left onto Sheldon Street. Light, use the left lane to turn left onto Sheldon Street. Right. In a quarter mile, turn left onto North Laurel Canyon Boulevard. ამ ლოს-ანჯელესში იციან აი ესე ლათინოსები არიან და ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, იმიტომ რომ შეიძლება ხომე შეძრობა გამოძრობა.
1/4 mile. Turn right on I-5 North, then keep left. At the light, turn left onto North Laurel Canyon Boulevard. მაგრამ არ გვყავს ტრაილერებს ღოლებს ლოს-ანჯელესში სიარული რა. სულ ასეთი წვიმადი პატარ-პატარა დაპოლებებია სულ. Continue on North Laurel Canyon Boulevard for 3/4 of a mile. On I-5 North, then keep left. Head northeast on Sheldon Street toward Rincon Avenue. In half a mile, turn left onto Telfair Avenue. ასეთი დასახლებული და მჭიდრო ის არის რა. მაინც ლოს-ანჯელესი და მისი მიდამოები და ძირითადად ესპანურად მოლაპარაკე ლათინოსები არიან რა. და მე მომწონს ეს ხალხი რა. შრომელი ხალხია, ზედმეტ არ გეტყვია. იმიტომაც ალბათ მომწვენი ხალხი რო იმიტომაც ითმენენ აქაო რა ეს დიდი ქალაქის პრობლემებს რა. ნუ პრობლემები რა არის? საცობი, ცუდი გზები, მთელი ამბები და At the light, turn left onto Telfair Avenue. სიმშვიდით და სიწყნარით ყველა პრობლემა მაინც გვარდება. თუმცა მომენტებში რომ მკითხო ახლა მე რომ Head northeast on Sheldon Street toward Tamarack Avenue. In 1,000 feet, turn left onto San Fernando Road. რომ მკითხო საცხოვრებლად ძნელია ყოველ დღე ასეთ სიტუაციაში. და ბუნებაზეა დამოკიდებული როგორი პიროვნება ხარ. მე გამიჭირდებოდა. Fernando Road. Turn left at the traffic light. San Fernando. At the light, turn left onto San Fernando Road. Continue on San Fernando Road for 3/4 of a Turn mile. right on Osborne Street. ერთ ჩვეულებრივ დღეს ლოს-ანჯელეს მიდამოებში. ამდენ ზოდაფიქრეთ ჰოლივუდი ქვია ამ ტერიტორიას. In Fernando Road. მარგარიტა მეუნება იქით წადიომა, იქით ვიწრო გზებია, მე მოდი წავალ ცოტა წერ დავარტყა, ამიტომ ძალიან ისეთი ჩახლართული ისინია შენობები და სატვირთოები კი მიდიან და ეს პატარა სატვირთოებია, მოდი არ გავრისკავ მე ახლა. მოდი დიდ ნავიგატორს დაუჯერებ უფრო. თქე უნდა მოხდეს სადღაცა რო უყურებ ზემგაშ არ გავრისკავ. At the light, turn left onto San Fernando Road. Head northwest on San Fernando Road. Continue on San Fernando Road for half a mile. აქეთ მეგობრებო, აი მთელი იქით და გზის პირას, მთელი უსახკაროების, მთელი მანქანებში ცხოვრობს ხალხი რა. ძალიან დიდი პრობლემებია ახლა ამერიკაში, აი მთელი მანქანებში, მანქანასახლები, ნუ ძველი დამჭრეული ადამიანები, ვისაც არ აქვს
სახლი და ესე ქუჩაში ცხოვრობ. მე დააკვირდით აი მთელი რიგია უსახკაროების. და კიდე კაი იქიდან არ შევედი, თორე იქ მართლა გამიჭირდება. Head southeast on San Fernando Road toward Wingo Street, then turn left onto Wingo Street. Head northeast. ადგილას მოვედით. და ესენი კაცებს ოფისიდან ბროკენ ტვინის შეჭამეს რა. ამ დროს როცა დაძაბული ვარ, მივდივარ ისეთ ადგილებში, მაინდა-მაინც მაშინ უნდა თქომე რეკვა. აი ნახეთ, აი ამ სახლებზე ლაპარაკობდი მეგობრებო, ეს ფაქტურად უსახკაროების, ნუ სახლი არა აქ და ესეთ ადგილი, აი ესეთ ამბებში ცხოვრობენ რა. თუნი აი აქ მოვედით. ჩვენ ტვირთზე. ცოტა იქით უნდა გავიდეთ, ეს არ დამეჯახოს ეს მანქანა. აი შენობა, აი იქიდან წარმოჩამოცა ტვირთი. Turn right, then your destination will be on the right. აი ეს არის ჩვენი Arriving at 10303 Norris Avenue on the right. ხო. თან დავათვალიერე რა და ნახე უსახ აი საცხოვრობს ადამიანები. ისეთ ბინა არა აქვთ. აქ შემომიწვრა ნახე კი ნაღამ დამეჯახა ეს მანქანა. ახლა მე ძალიან ვიწრო ქუჩებია აქა და მე ახლა უნდა გავარკვიო რომ აი იქ შევიდე ტრაფიკო მოდი ახლა ვიყურეთ წესი და რიგით უნდა შევედიო მაგრამ მე მაინც თავს დავიზღვე როგორც წინა იმაზე რომ მომივიდა მეგაში საწყოს რო ვეძებდი და ვერ ვიპოვე აი ეს ხო არ არის და აი იქეთი ოპა აი welche parking space on this way for access code okay please call აქ უნდა დავრეკო კარები დაგვიკეტეს მისამართი ეს არის after vehicle park special license plate use person visits draft traffic აი დავრეკოთ ახლა თან აი ესეთ სახლებში ცხოვრობენ მეგობრებო რა ამა ჩაკეტილა კითხვა სამსახურშია ქირას რო ვერ იხდის და მიმდინარე პრობლემები აქვს ადამიანები ცდილობენ აი ესეთ მანქანა სახლებში იცხოვრონ აი გონი შევიდეთ ახლა აი კარი გამიღეს დავრეკე და შევიდეთ რა შესასვლელია და მე Your destination is on the right. კი, არ მოვარტყა. თემფაში ყოველთვის მაინც შეეცადეთ ნელა რა, თუ გაარტყავთ. ნელა რო გაარტყავთ, დაზიანება იმდანაც არ იქნება. всё. სანკეში გავეთით. გადაღება რომ მინდა მეგობრებო, იმიტომ ასე ცოტა თორე ეხლა ვიდეო რო არ მეკავს, ეს ტელეფონი რო არ მეკავს, უცბად შევიდოდით. მაგრამ მაინც გამოსახავ ამ ყურადღებას ჩვენ ისთვის ვიყებთ ამ ვიდეოებს, რომ ადამიანებს გამოადგეთ მომავალი საქმიანობისთვის აქ. და ზოგადადაც სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, მაგასაც ვაჩვენებთ. გამოგდის თუ არ გამოგდეს, ეგ არის რა. მოვედით აქ, აბა რაღაც ვიწრო ეზოა. რაღაცა ორგანიზაცია სავარაუდოდ ეს იქნება რა. ხო. ოკეი. ცუდია რომ მარჯვენა მხრიდან უნდა დავაყენოთ, მაგრამ არა უშო, ჯერ თავარია მივიდეთ. ხო ზუსტად მოვედით, ალბათ ხო ეგ არის რა. მოდი ახლა მე ვეთქვი რომ მოვედი ადგილზე. თვითონ მოვიდა. მომწეს ეს კარები და მარჯვნიდან უნდა დავაყენო.
ყოველთვის არ გვიყვარს ხოლმე მარჯვიდან დაყენება, მაგრამ რაც იზო. სხვა გზა არა, სულ ადგილებში რატო იღებენ ხოლმე, იცით რომ ვიცი არის გადასახადი ნაკლები. ვიცი, რაც უფრო კარგია, უფრო ბევრი გადასახადია და კიდო ნომერი მოითხოვეს. ახლა ეს ბიჭი მოვიდა და კიდო რაღაც ნომერია საჭირო და მე ხა დავრეკეთ ჩემ დისპეჩერთან. და ის კიდო გაარკვეს და მაგამდე შენ დააყენეო. ესე როგორ არის ხოლმე ის იო ნამბარ, რაღაც ნომრები, კიდო რაღაც ნომერს ითხოვენ და ახლა მაგ ნომერს, მაგამდე მე ამას დავაყენებ, იმიტომ რომ ცოტა ცუდი დასაყენებელი რო არის. და მეგობრებო, ამის დაყენებას მე არ გაჩვენებ, თვითონ ძალიან ბევრი ხალხი მიყურებს და მე გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო, მაინც ცოტა ვაჩვენოთ, ესე იგი, არ დავეჯახო აქედან. ხო, არა, ცუდად მივიდი ახლა მე. ხედო იქით ვასწავლა სარკეში უნდა უყურო მარჯვენა მხრიდან რომ იმას არ დაეჯახო. სამწუხაროდ ეხლა მე ამას ვერ გადაიყვენ და ხალხი მიყურებს და რაღაცას მაინც ვახერხებთ. ჩემი ემოციებიდან თუ მიხვდებით გავიხედო კიდო. კარგად მივდივართ. გაჩვენეთ მეგობრებო, რას ვაკეთებ. ნახიდან ვერ უყურებ. აი, ხედავთ, აი კუდი უკვე მოვახვედრე და პრობლემა აღარ არის, უკვე დავაყენებ. წინუკან და თანახად წინაც პატარა მანძილია. თავი აი მარცხენა მხარე გამოჩნდეს და მე რო ადვილია. შევამოწმოთ. всё. უკვე ყურეთ ეს უკვე კუდი მიდის იქა და წესი და რიგით არ უნდა იყოს პრობლემა. პოზიციაში უნდა დავტოვოთ და თავად თავის ადგილას. თავის ადგილას მივიდა. ოპა და всё, ეხლა გავასწორებ. всё. აი ეხლა უკვე აი ცოტა წინ წავა და აი ამ მხარესაც ნახავ ეხლა და ეხლა მე აი მარცხენა მხარეს გამოჩნდა სარკეში და всё, უკვე აქედან უკვე ადვილია დაყენე. მარცხენა სარკეში ჩანს, მარჯვენა სარკეში ჩანს. უკვე ადვილია უკვე აქედან თავისუფლად მიაყენებ, ეგ არის. ოკეი. всё, კონი დავაყენეთ. აბა შევამოწმოთ მაინც ნავსაკის случай. ცოტა კიდო შეიძლება და გასწორებ, მოდი გავასწორებ და ამას ყურეთ ეს ჩაწეულია და ამას უკან ბორბლებს უკან გავწევდით. ხო მეგობრებო, ეს უნდა გავწიო ბოლომდე. და ძალიან მაღალია და აბა ხა შევამოწმოთ. всё. აქ უკვე პრობლემა არ უნდა იყოს. უკანა პრობლემები რო გავწიე, ესეც აიწია. არა. გაიტვირთება რა, პრობლემა არ არის. მანქანა კი დავაყენეთ, მაგრამ ნომერი არ მოსულა. I'm waiting.
ეხლა ჩვენი დისპეჩერი ურეკავს ბროკერს არა და კომპანიის მონაცემები რომ King Cargo უნდა მოვიდეს აქვთ, მაგრამ კიდო ნომერს ითხოვენ. ნუ ეხლა აქ არ ვიცი, ცოტა ფინანსური ამბებია. ჩვენ კიდევ ამასობაში რა, ჩვენმა ჯორჯის იმან დაიწყო rulis თამაში რა. მე გზაში გაჩვენებთ. აქედან კაი საბურავია, მაგრამ აი ეს არის ნახეთ ცოტა გაცვეთილი რა, უყურეთ აი ეს ხო არის და აი ეს არის გაცვეთილი და ნუ თუ ამის ბრალია რომ რულს ათამაშებს მან თითქოს თან ბოლომდე არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უყურეთ აქაც კაი საბურავები მაქვს, მაგრამ აქ რა ხდება უყურეთ აი ეს არის ცოტა გაცვეთილივით რა და აგერ არის კიდო მეორე მხარეს აი ეს არის ამოვარდნილი ბუგაროკებივი და ნუ თუ ამის ბრალია რა. და უკვე ძალიან გამაღიზიანებელია რული ათამაშებ და მან დიდ მანძილებზე რომ მიდიხარ, აი ნახეთ როგორ არის ამობურცული და დავიჯერო ამის ბრალია, მაგრამ ამას უკვე ჩვენ რას ვიზავთ, იცი გზაში რომ წავართ, რომ დავიტვირთებით უკვე ეს კომპანია ვისაც ეკუთვნის პენსკეს მეგულება ან ნიუ მეხიკოში გავაკეთებთ, ან ტეხასში და მაგას უკვე იქ ავწერთ. ძღოლის ყოველდღიური მუშაობა. რა ვიცი, კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ თქვათ ახლა ამის თვალით ვერ ხედავ, მაგრამ თვითონ არის ბორბალი დაბრეცილი რა. უბრალოდ საბურავი. თვალით ვერ შეხედავ, თორე გარედან ნახეთ ამ შვენივრად არის რა. დიდი ისაა და ყველაფერი. მაგრამ მე მაინც გონია, რომ ეხლა ეს როგორ ათქო, ხო ხედა როგორ არის ეს ბოლომდე აწეული და ეხლა იქით რო წავიდეთ. გაცვეთილივით არის რა. აი. ნახეთ, როგორ მიდის. ამან რატო უნდა ითამაშოს რა ვიცი. და იმედია საბურავების ბრალია და არა შიგნის რაღაც შეიძლება შარავო ეს რო ეძახი კორნერს და იმებს რო ეძახით იმის ბრალი ხო არ არის. ჩემთან მითხრა იმეილით გამოაგზავნეთო ნომერიო და ერთი უთხრა და ჩვენ რამე გვაქვს. აჰა, მეტყვი. საწყობია რა. სად არის ჩვენი ის კაცი, ვინც უნდა დაატვირთოს. Okay, no problem. Okay. არ გვიეს და დატვირთავე. ესეც სამუშაო პროცესი მეგობრებო და ჰოლივუდში ვარ და ჰოლივუდის თავ ვერ უნდა ვნახოთ კაცო. თაზი არ არის სადღაც. რა ვიცი. მოიცა აქეთ რა ხდება? აქეთ მოსახლეობა ცხოვრობს. ოპა, ვიღაცი სახლია. უი მე აგერ მეორე მანქანას მოსულა. ციტრინავები დაფრინავენ. ჩვენ კიდევ საინტერესო რაღაცის ნახვა გვინდა, მაგრამ ეს არის ჩვენი საინტერესო ამბები. ბატონო, ძღოლი ყოფილა და სად დააყენეს, ოჩაკი ძღოლი როგორ დააყენეს ამას. ბატონი იყო შემომხედა ცოტა ისა და კამერა გავწია. ბატონი ძღოლი, აბა ეს როგორ დააყენეს აქ. მართლა ცუდი ადგილია. პანელი გოგონაზის. აღარა ყოჩაღა დატარებს. ამას ხვილი პატარა რა, აქეთ არის ადგილი, აქ უნდა დააყენოს. აქ უნდა დააყენოს. აბა როგორ მოახერხებს ეს ქალბატონი. ამ ქალბატონმა უარი თქვა, მანდო ვერ დავაყენებო. და გადაწყვიტეს, რომ არ ვიცი ნახოს. მე ამასო ვერ დავაყენებო, უკანასვლითო. და რა გადაწყვიტეს, გონი ხელით დავაყვითავენ რა. შეიძლება ბევრი არ არის და გადაწყვიტეს, რომ მიყენებას ისე პირდაპირ არ ვიცი როგორ დატვირთვენ, არ ვიცი ამ კიბეკი მისცეს იმ ქალბატონს.
ბალით ჯაკებით დავთვლით არა ყველაფერს. ესე ჩემი მუშა, ამან მე უნდა გამეწვიტოს, მაგრამ მე ვიცი რომ ბუდიშო ცოტა დრო დაიკავებსო და მეც ავშარო. ჯაკ დაუყენებს ახლა ის აუდებს ტრაილერზე. ჩვენ რამდენჯერ გვახარა ნანახი, მეც რამდენჯერ მაგ გამუშევარ და აბსოლუტურად უცხონებებს. ბატონო ესპანელი ვინც უყურებს აბატას ნანახი გავხდა რა გუზღუნებდი ხოლმე და ახლა აქ ალბათონი ჩვეულებრივად მუშაობს. ორი პალეტი დაუდიათ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ახლა ორი პალეტის გულიც ვარ და დააყენებ და მანქანას და ესე დათვირთით ხა. ეს ქალბატონი წაიღებს თავის თვირთს. და ეს Ford Zero-ის უნდა მომხედავს მე. ესეთი წვირმანებიც, კაცი, ქალი, გოგო, ბიჭი ამერიკაში ყველა მუშაობს. არ იმუშავებდა. კარგად არ გეკნება საქმე. მოდი ახლა ჩვენ ნახოთ რამდენს გვიხდიან. 1900, ნუ 2000 მაისში გვიხდიან $4,300 დოლარზე მეტია, ნუ ბაზარში ამჟამად ასეთი ფასებია. კარგით, აბა მეგობრებო, ცოტა ვიდეო რა გაგვიგზელდეს, აი ესე თქვათ, ასეთი ერთი სამუშაო დღე გაჩვენეთ. იმის იმედით რომ ჰოლივუდის წარწერას მახავდეთ, მაგრამ თუ გავიარე გვერდზე არ ვიცი, მაშინ ხო გადავიღე და გადავიღე. თუ არა და დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის ღმერთი იყოს ჩვენთან, ვიყოთ მასთან და ყველაფერი კარგად იქნება. აბა მომავალ საინტერესო ვიდეოებში იმედია შევხვდებით.